საღამოშვიდობის ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრის შალვა რამიშვილთან და ნათია მიქიაშვილთან. მოგესალმებით, თქვენ შეიძლება ვერ ამშვენ, მაგრამ ნათია დღეს მილიტარისტულად არის გამოწყობილი, მოტკეცილი ჯინსის შარვალი, ტყავის შექმნები და ხაკისფერი პიჯაკი, რა ხდება? მილიტარისტული ასოციაციები. დღეს ანატომიაში, უბრალოდ ამგვარში ანატომიაში. საბრძოლო მზადყოფნაში. ანატომიაში ვინ ყავს ამ კვირაში? ანატომიაში ამ კვირაში გასაოცარია და ხოდა კარგად მოერგო სიტუაციას კახა ბენდუკიძე ალბათ ხუჩაბარციდან გავა უკვე ანონსი. და ნუ დღეს ცხელი დებატები იყო. კი რაღაცეები? კი, ძალიან საინტერესო დეტალები სხვადასხვა მისი ბიოგრაფიიდან ეს ფოტო პრინციპში უკვე აღარ არის პუტინთან გარდა ამისა არსებობს ვიდეო მასალაც. კი, არსებობს ვიდეო მასალაც, რომელიც საქართველოს ტელევიზიებში არა, მაგრამ რუსულ ტელევიზიებში ადვილად მოიპოვება. და ძალიან საინტერესო იყო დღეს საპარლამენტო დებატები, რომელსაც მაყურებელი ალბათ ჩვენი საინფორმაციო საშუალებით ადევნებდა თვალყურს. იცი ალბათ ჯონდები რომ ამოიღო ეს ორი სურათი და აფრიელა და ბიძინა ივანიშვილი რატოა ვთქვათ რუსეთის კაცი, რუსეთის აგენტი და რუსეთის კაცი და რატო არ არის კახა ბენდუკიძე და ამასთან დაკავშირებით პეტრე ცისკარიშვილის ერთი განცხადება მეუცნაურა ძალიან. ანუ სათაური აქვს ინტერპრეს ნიუსის მიერ მოყვანილ ციტირებას ასეთი პეტრე ცისკარიშვილს აინტერესებს რა პერსპექტივა ექნებოდა ისრაელში ბიძინა ივანიშვილის მსგავს ფიგურას. და ნუ მე პეტოს ის არის რა ქვია რაღაცა. ისრაელი რატო? ხო და ასე ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. ესე იგი ოპოზიციას დაფიქრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით საინტერესოა რა მოხდებოდა ჭყალებში ასეთი პიროვნება ებრაული წარსულით და გვარით დამასკოთიან ისრაელის სახელმწიფოსთან სხვა დაპირისპირებული დედაქალაქით მართული ისრაელში რომ ჩასულიყო და პროცესების მართვა მოესურვა. მან არის მაგარი ისტორია, ეს პერიფრაზი არის ამ ისტორიის, პეტო მოიყვანა პერიფრაზი, ისტორია ბებიასა და ბაბუაზე, ხო იცი ხა ბებიას რო რაღაც ქონოდა ბაბუა იქნებოდა. ახლა ნუ არასერიოზულია. არასერიოზულია ხო, ეს არის ის რომ იქ ყოფილიყო და იქ ყოფილი ქონოდა იმ მუსლიმების და იუდეველი ყოფილიყო თუ რაღაცა ეს. წიაღსულებში. არა, ნუ დაახლოებით ეგრე ჟღერს რა. ცისკარიშვილი ფიქრობ რომ ასე წიაღსულებში წავიდა და? არა, ნუ აბა ხარას ნიშნავს, იქ რო ის ყოფილიყო ბებიის და ბაბუის ანეკდოტა. მისივე თქმით ივანიშვილის სასახლეში გამართული პრესკონფერენცია იყო იმის დასტური, როგორი დემოკრატია სურს მას ქვეყანაში. ნუ ეს სხვა თემა. ეს მე მგონი იმის დასტური უფრო იყო ხელისუფლებას როგორი დემოკრატია უნდა ქვეყანაში. შემდეგ ნუ საინტერესოა ის რომ ირაკლი ალასანია გამორიცხავს ნინო ბურჯანაძესთან პოლიტიკურ თანამშრომლობას, თუმცა ამბობს რომ ამ შემთხვევაში ურთიერთობა არ ნიშნავს იმას რომ ისინი ერთ გუნდად შეიძლება მოიაზრებოდნენ. 26 მაისს ნინო ბურჯანაძე როგორც პოლიტიკოსი, ჩემი აზრით, კარგახნით დამთავრდა რა. საქართველოში ძალიან ბევრი აღორძინებულა ფენიქსივით, მაგრამ ამას დრო უნდა და ბურჯანაძეს ეს არა, ამას დრო უნდა თან ბურჯანაძეს საკმარისი დრო ქონდა იმისთვის. არა, არ ემუქრება აღორძინება რა. ბურჯანაძეს აშკარად არ ემუქრება. ბურჯანაძეს არ ემუქრება მიუხედავად იმისა რომ ეთერშიც ყოფდა შენ არ იყავი მაშინ. ხო. აქ გადაღებაზე იყავი რომელიღაც რეგიონში, თავთ ქალბატონინო ამას არ აღიარებს. მაგარი ვარო იძახის. ამბობს რომ ის აბსოლუტურად სწორად მოიქცა 26 მაისს. კახი კალაძე უკვე განცხადება Facebook-ით გააკეთა. ჩვენ პროდიუსერს ჰქონდა მცდელობა რომ მას დაკავშირებოდა, თუმცა როგორც მასაცნობს ის არ იმყოფება ახლა საქართველოში. წასულია მეუღლესთან ერთად და ნუ Facebook-ზე აკეთებს განცხადებას რომ არსებული რეჟიმის დასასრულებლად ყველა კონსტიტუციური საშუალებით ბრძოლისთვის მან მზადყოფნა გამოთქვა. ძალიან საინტერესო ნაწილი არის კვირის პალიტრიდან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსი. ხადარკოვსკიზე საუბრობს და იმაზე რომ იუკოსი მან უკანონოდ შეიძინა ბიძინა ივანიშვილი როგორც აღმოჩნდა ხადარკოვსკის კონკურენტიც კი იყო იუკოსის შესყიდვის დროს და არა იქ ნულოვანი აუქციონები იყო და ის არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილს თქვა რომ ეს იყო კანონდარღვევი თორე. კი და აქ საუბრობს იმაზე რომ კანონის სადარაჯოზე თავად თუ არ დადექი შესაბამისად შენ ანუ ვერ გამოიყენებ არ მოგადგეს ის უკანონო. ხადარკოვსკიო შერჩევით იქნა დასჯილი ეგეცა თქვა. კი, შერჩევით იქნა დასჯილი, თუმცა აქ ამბობს ძალიან საინტერესო რაღაცას. რატომ არავინ არ ამბობს იმას, რომ ხადარკოვსკიმ ეს ყველაფერი უკანონობაზე ააგო, ჩემი ოპონენტები შემედავებიან, ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს ეს არ უნდა შეახსენო, მაგრამ რა ვქნა, წავშალოთ წარსული, ისტორია წავშალოთ და დავიწყოთ შუიდან, საიდანაც მოგვეხერხება, ასე არ ივარგებს განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ხო, ანუ იმ ნულოვან აუქციონებზე იყო ბევრი შეკითხვა, ეს ხდებოდა ელცინის დროს. არეულობის დროს და ძალიან ბევრმა იშოვა ფული და ეს შეახსენა უბრალოდ ივანიშვილმა ხალხს. სხვა შორის აი ეს და ბურჯანაძის თემა რომელიც გაჟღერდა, ხო? თვითონ ილაპარაკა ამ ორ თემაზე. გახდა პროსახელმწიფო მედიისა და ექსპერტების
თქო საჯილდაო ქვა, იმიტომ რომ აი თქვენ საჯილდაო ქვა ნებისმიერ შემთხვევაში გახდებოდა მით უმეტეს ხელისუფლებისთვის ხადარკოვსკის თემა, იმიტომ რომ ხადარკოვსკიზე რამბოვი ატეხილი ხო პლუს ბურჯანაძე, ნუ იქ პუტინის თემა არის, რა თქმა უნდა და ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება ამას დაიხობდა ხელზე. მართალია დღეს რატო გადაიდა ხო არის მთავრობის ხდომა? არ ვიცი, იქნება ამის. კახეთში უნდა ჩატარებს შეცვიდა ბიშას? კახეთში თავის ვენახში? იქ ცივა აშკარად. გადახურავდნენ გაათმო. გასვლის პრობლემები არ ამარხებს ჩემი აზრით, იმიტომ რომ უკვე მასკარადს ემსგავსება ეს ყველაფერი რა. ჩემი აზრით. შიგნით ჩატარებული ხდომა ხო ძალიან ჩატარებული არ ჩანს მაინც ასე ლაპარაკობდი და რაღაც ილუზია იქნება. დახურულია და მე მაგალითად დავხურავდი ამ სტომებს უკვე, იმიტომ რომ საუბარი იმაზე რომ რამდენი დახურავდი მიშას არ გამოაჩენდი და მიშას შეიძლება გამოაჩენდი. სხვა შორის მე მინდა რომ მიშა რაც შეიძლება მალე დამთავროს, ამას ხშირად ვამბობ. და მიშას რაც შეიძლება დამთავრებული ყავს მეგონი შენში უკვე. ჩემში რო არ მაქვს დამთავრებული, იმიტომ რომ ვიძახი ამას. და რაც შეიძლება მეტი უნდა გამოჩნდეს. მაგალითად იცით თუ არა შენ რომ რეზონანსში ეწერა რომ 400,000 ტონა უნდა გაეყიდათ. ის არა ქვია, ჰიბრიდული სიმინდი და 40,000-ია მარტო გაყიდული. ანუ და არ და მედლები დაარეკა, მე მგონი, ღირსების მედლები ამ სიმინდის პროგრამისთვის უკვე, სიმინდის პროგრამისთვის გრთველი წარმატებით ჩაიარა თურმე რთულმა იღუნიაშვილი ამბობს და რაღაცა. ძალიან საინტერესო კიდევ ვანო მერაბიშვილმა მისცა ინტერვიუ უკრაინულ გამოცემას сегодня УАС. და საინტერესო რაღაცები ელაპარაკა. ანუ აფხაზეთიდან და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან შემოსულმა ტერორისტებმა 30 ტერაქტი განახორციელეს და აქედან ჩვენ აღიარებით ჩვენებებიც მოვიპოვეთ და ერთ-ერთი ასეთი აღიარებით ჩვენება ვანოსაც და იმასაც მინდა შევახსენო საზოგადოებასაც რომ იყო არქანია. არქანია, რომელსაც მეგის ქარდავამ გამოძალა პირდაპირ მნიშვნელობით. ეს კოჭოიას იმოპერიდან არის, ხო? კოჭოიას მაგოპერიდან არის. ყველაფერი მაგოპერი. ბომბაროდად იმედთან. ხო, ერთი ოპერაა ყველაფერი. მე გვანოვ ასევე მერაბიშვილი საუბრობს კანონიერი ქურდებზე როგორ წყვედნენ თურმე საქმეებს როგორ ეს ინსტიტუტი მოსპე საქართველოში. თუმცა მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს იმასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ძალიან სერიოზული წყაროებიდან რომ ვარდების რევოლუციის დროს საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მერაბიშვილი და სააკაშვილი კანონიერ ქურდებთან და ეს იყო გარკვეულწილად მათაც უმადლოდნენ. არც ახლა არის ხალხად შემოშალვა და მიჯერე კი. ოღონდ ალბათ უცხოეთში მოღვაწე კანონიერ ქურდებთან, რომლებიც ბიზნესმენები გახდნენ და ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მანამ აჭკალაძეს რაღაც ბრიფინგი ჩაუტარებია კიდევ თქვენს რომ 2012 წლის ბიუჯეტი დასაქმებისა და მოდერნიზაციის ბიუჯეტია. საინტერესო ამბავია ის მიხეილ მაჭაურიანმა გააკეთა განცხადება რომ პრეზიდენტმა იგულისხმაო 26 მაისის პირველი საპარლამენტო სხდომა ის რომ ახლად აშენებული შენობისთვის იქნება ის პირველი საპარლამენტო სხდომა. კონსტიტუციაში ხო წერია რომ თბილისია სხდომების ჩატარების ადგილი. ხო და გასვლითი სხდომა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება პარლამენტის ომი თუა საგანგებო ვითარება თუა და ასე შემდეგ. არ ვიცი მაჭავრიანი ამ ნაწილს არ გითხულობს ეთყობა კანონს. არა, შეიძლება არ ჩაატაროს სხდომა და შეიძლება უბრალოდ დაждდნენ ტაში დაუყრონ ალაფურშეთი ჭამონ და წამოვიდნენ რა. კაი, ლენტას მაინც გაჭრი. თავარი ამბავი, ჩვენ დღეს დაგვაბოიკოტეს ძვირფასო მაყურებლებო. რა გვიქნეს? დაგვაბოიკოტეს. მიგვაბოიკოტეს. ხლონტის ღორები გვეძახეს? არა, ივანიშვილის. ხლონტის. ივანიშვილის. ხლონტის ღორი ძალიან კაი გამოთქვა. ხლონტის ღორი კი არა, ნუ ივანიშვილის გვეძახეს. ხა ისტორიას მოვყვები მაშინ. ისტორიას მოვყვები, რომ როგორ ნესტანკითაძე რომ გავიდა აქედან და მეც რომ მივიყევი და ამერიკა შალონათლაშვილი. მანქანაში ვიჯექი მაგ დროს მე. ხო, იჯექი. მე მანქანაში ვიყავი მაგ დროს ხო. ქალაქის ტელეფონიდან და ამერიკა და ეს მქონდა რა ტელეფონი. შალოს მობილური არა აქვს, ხო? აქვს. ოღონდ არ ეკავს მაგრამ. ფული არა. დახურული ნომერი არა აქვს. შალოს. მე მგონი პროლეტარული მობილური არა. ჩვენ ინტერვიუს აღარ მოგცეთ რა არის ბატონო შალო. კარგი, სამარცხვინო 21 საუკუნეში კიდე ბოიკოტი ნაციონალები აღარ მიმართავენ. ჩვენო არა ვიღოთ ეგ ინტერვიუ. მაგრამ არა, შალოს გარეშე. ბოლო პერიოდში ვის რაში დაჭიროებია? არა, შალვა კარგი ტიპია, მაინც ახალისებს ვითარებას და არა, ძალიან ბევრი გვინდოდა ეთერშიც მოყვანა. და კარგია კაცოს რეიტინგიც აგვაქვს რო საშალვა მოდის და უამრავი მაყურებელი ყავს და ხა. ვიბრაზდებით ხა, ჩვენ აშუაში ვართ. თქვენ ის არ ყავდეთ, რა ქვია, ხარდამჭერები იმდენი საჭიროა და აგერ ნესტან კიდაზე იქით გარბოდეს, მე აშუაში ვარ, ხო? მაესტრო ამ შემთხვევაში. ხო და არ ვიცი. გარდა ამისა ივანიშვილის მოქალაქეობის თემა ძვირფასო მაყურებლებო ისე ერთ-ერთი მთავარი საკითხის პარლამენტში განსახილველი. ამასთან ერთად საუბრობენ იმაზე, რომ კანონმა ჩამოართვა მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს და კონკრეტულად პირმა, მაგალითად სააკაშვილმა, დიახაც სწორედაც რომ პარლამენტის წევრი გია ცაგარეიშვილი გვეყოლება ჩვენ დღეს სტუმრად, გადაცემაში სუბიექტური აზრი, გია ცაგარეიშვილის ველით იგი უკვე მოსულია და სულ რაღაც რამოდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენ შევხვდებით მას ჩვენ სტუდიაში. არ გადართოთ დარჩით მაესტროზე.
საინტერესო ამბავი მოგვიტანა, რომ სინათლე ჩაქრა სად? რუსთაველზე და პარლამენტის დარბაზშიც. მოვიდა შეორნაძის დრო, ესე იგი? დაბრუნდა შოკი გრაფიკი. აი, უკეთეს დროში ცხოვრობ. არა, მაგას. რა გმირდა დაგვიფაროს, კაი. დემოკრატიის მამა ყოფილ. ვაკეთები რაღაც ვინდა ლაპარაკობდით. არავინ არ გვიშლიდა. სიხშირეებს არ გვართმევდრე, ტელევიზიებს არ გვიხურავ. ცოტა ღიბიანი პოლიციელები იყვნენ, რა, არაუშავს. ცოტა ძალიან თუ შეხვეწებოდი გაიშნეკი, გაგეშვებდა? ძალიან 2-2 მიცემდა. არა, ძალიან თუ შეხვეწებოდი. ეს ჩვენ გაცემს თუმარი არის. გაიშნიკეზე გამახსენდა და გაიშნეკეზე. შეგიძლიათ მაგითი გახსნათ. პარლამენტის წევრი გიორგ საგარეიშვილი. წარსულს არ გავუძლევარ, ზოგიერთი პარლამენტის წევრი. ბიზნესი ეშინიათ პარლამენტში, არის ძრწოლა რაღაცა. იგრძნობა პანიკა. რა გითხრათ, ყოველ შემთხვევაში ძალიან დაფიქრებული სახეებით რომ დადიან, მართლა შეუძლიათ ეგეც? კი, ესეც შეუძლიათ, რა თქმა უნდა. ვის უფრო ეთყობა? ბიზნესმენ დეპუტატებს, აი გეგენავა ნაყოფიას ტიპის დეპუტატები პარლამენტში ნაყოფია დადის, რომლებიც ჩვენ ეთერში ვართ, საუბრობთ უკვე, ხო, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევენ. მაგრამ ხო ეთყობათ კი დაძაბული. არა, ეთყობათ ლიდერებს, რა თქმა უნდა, მათ რიტორიკას ეთყობა, აი დღეს მაგალითად თელი დღის მანძილზე ეძებდნენ სტომათა დარბაზში FSB-შნიკებს, რუსეთის აგენტებს. ხო. და არა მარტო, მინდა გითხრა. და მოკლედ ამ ჩვენ ფრაქციაზე ხო ის მინდა გითხრათ მართლა შემიძლია თავმოწონებით აღვნიშნო ეს რომ რაღაც ძალიან გამაღიზიანებელი ფაქტორის როლს თამაშობს ჩვენი ფრაქცია რომელიც ესე რაღაც სიმწრით შევაკოწეწეთ და შევქმნით მართლა ამას არ ფარავ და არ უმალავ ფრაქციის ცენზი გაქვთ რა და იქ რასაც გინდათ ფრაქციის სახელი დაკეთეთ დიახ იქ რეგლამენტში რაც არის უფრო მეტი დრო გვაქვს გამოსვლებისთვის ასე შემდეგ და ამას ვერანაირად ვერ იტანენ და ვერ შეეგუენ რომ იქ არიან ადამიანები რომლებიც მკვეთრად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას საკმაოდ პირდაპირ ხისტად ყოველგვარი მორიდების გარეშე და რა თქმა უნდა შემდეგ გამოდიან წყობრიდან და იწყება ეს ოღონდ იწყება საიდან იცით რა საიდან იწყება საერთოდ აი რუსეთში სპეცსამსახურების ისტორია საიდან იწყება შე ალბათ ოხრანკიდან დაახლოებით ან ოპრეჩნიდან ივან გროზნი ხო ივან გროზნი ან რიურიკოვიჩებიდან შეიძლება იქიდან ქექვას იწყება სლაური მიწის იქ პოულობენ ჭიაყელებივით ვიღაც აგენტებს ვითომ და შემდეგ იწყებენ რომ თქვენ ხართ NKVD-შნიკები, თქვენ ხართ FSB-შნიკები, KGB-შნიკები, GRU-შნიკები, იქ შეკრულები იმასთან, იმასთან და ბოლოს უნდათ რომ ძივით აკინძონ, მივიდნენ ივანიშვილამდე. ხვდებით? ანუ ყველა გზა როგორც რომისკენ მიდის, ასევე ყველა გზა ნაციონალურ მოძრაობას მიდის ივანიშვილისკენ. და ლაპარაკობენ ივანიშვილზე? კი, რა თქმა უნდა, რომ დღეს აი მაგალითად კიდევ ერთხელ ბენდუკიძესთან იყო პარალელები ოპოზიციის მხრიდან არა ეს მართებული პარალელებია იმიტომ რომ კაცმა კინაღამ ხელი მოაჭამა პუტინს ისე ჩამოართვა ხელი და ბენდუკიძეს გულისხმობდა ძალიან საინტერესო ამბები გავიგე დღეს ბენდუკიძე კიდევ რამდენიმე დეპუტატი ყავს მგონი პარლამენტში მაჟორიტარები რომლებსაც იქ ბიზნესები ქონდათ ეხლაც აქვს ბიზნესები რუსეთში არის თავრობაში კი იცით ბეჟუაშვილები ყავს ბეჟუაშვილები და არა მარტო ბეჟუაშვილები უამრავი ადამიანია ხო საგარეო საქმეთა მინისტრი ბოლო წუთამდე სანამდე არ მიაძახა ერთმა ოპოზიციონერმა რომ ჩააბარე მაგ პასპორტიო თორე დაგილპა ჯიბეშიო გული ჯიბეშიო მაიაკოვსკის პასპორტივით ატარებდა სულ და ბოლოს ჩააბარა ინამუსა და რამდენი ერთი გითხრა რომ ნუ რა ვიცი ხა ერთ-ერთ იმპერატორს რა თქვა მიაქვს რომ ფული არ ყარსო მაგრამ ეთყობა ვიღაცის ფული ყარს ვიღაცის ფული არ ყარს ესპანსიანები კითხვა მაგრამ ხო თქვა ესპანსიანები და როგორ გითხარ ანუ ესე იგი განწყობა ისეთია რომ ძირავთ ბიზნესს ხო ხო არის კოლექტიურად და დადგებიან ამ მიკროფონთან ერთმანეთს ასწრებენ ნუ რა თქმა უნდა ხა მათმა ბელადმა ეს უნდა დაინახოს დაუფასდეს შემდეგ შრომა ბევრს და ნუ არიან ხა ჩვენ ლანძღვაში გინებაში და ნუ არ ვიცი 1000 უბედურებას ვაბრალებენ და ასე შემდეგ ისე რომ მაპატიე გაწყვეტილი ამ მიმართულებით დავასრულებ მართლაც შეიმჩნევა რომ ამ ერთი თვის მანძილზე სხვა სალაპარაკო საქართველოს პარლამენტში არც არაფერი არ არის. მე ვთქვი რომ პირდაპირ სახელდებულ კანონებს იღებენ უკვე. ხო, ბიზნესის აღსრულების შესახებ კანონში იქ პარტიების მიერ საბანკო ანგარიშების კონტროლის მიმართულებით. ნუ ხა რაც ხდება ქართულთან დაკავშირებით, რა სადამსჯელო ღონისძიებიც არის განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა სტრუქტურების მიერ. ხო, ეს ხო ჩანს, ეს რეალობა არის. ამას
მე მგონი აღარ უჩანს დასასრული და მე ვფიქრობ უკვე ისე ტალღაზე არიან გააგრძელებენ ამას მე ვფიქრობ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხითაც უფრო დაამძიმებენ სიტუაციას. დიახ და იქ რაღაც მონიტორინგის ბიუროს ქმნიან ეროვნულ ბანკთან, რომელმაც უნდა აკონტროლოს პოლიტიკური პარტიები, მოკლედ არა, გარდა ამისა კიდევ ერთი საინტერესო კანონი მიიღეს, თუ გახსოვთ, არის დასდევენ ბეღურის ჭამია პინგვინებს და ნუ რა ბოლოს რა სიპოვნიან, როგორც რეალტის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იპოვა. გია, შენი განცხადებიდან ერთ-ერთი წინადადება სამწუხაროა, რომ ბოლო დროს პარლამენტში ვეღარ გაიგებს, სად მთავრდება უმრავლესობა და სად იწყება უმცირესობა. ანუ ამ შემთხვევაში ვის ეკუთვნის ეს პროცესი? უმცირესობას რომელიც პარლამენტშია, თავიდან ბოლომდე. ანუ იგივე ივანიშვილის საკითხები მიმართებაში? იცით რა ეს ნათქვამია ეს ბევრად უფრო ადრე ვიდრე ბატონო გამოჩნდებოდა. უმცირესობა რა პოზიციაზე არის ივანიშვილთან დაკავშირებით? ასევე ლანძღავს? იცით რა არის? თქვენ მე მგონი ქრისტიან დემოკრატების პოზიციის პარტიის პოზიციის რაღაც ერთგვარ სახეცვლილებას თვალსადევნებთ, ჯერ იყო ძალიან მკვეთრი დამოკიდებულება. ისევე როგორც მემარჯვენეების ხოთაშორის. იმის მერე რაც ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ აი ეს არის თეთრი, ეს არის შავი, ხო? და ყველაფერს თავის სახელი დაარქვა. ამის შემდეგ იყო საკმაოდ მწვავე რეაქცია ქრისტიან დემოკრატების მხრიდან. ახლა უკვე ისინი მე ერთი კვირა უკანასკნელი ერთი კვირა ვისმენ მათი ლიდერების გამოსვლებს, რომ ძალიან კაია ივანიშვილი რომ გამოჩნდა ასე, რაღაც მეტეორივით შემოიჭრა პოლიტიკურ ასპარეზზე და მან შეცვალა მთლიანად სიტუაცია და პირიქით კონკურენტი გამოჩნდა და ასე შემდეგ. მათგან განსხვავებით ახალი მემარჯვენეები მე აბსოლუტურად ჩემთვის რაღაც გაურკვეველ გზას ადგანან მათი ლიდერის გამოსვლა და სხვათა შორის მე არ მეგულება ადამიანის სხვათა შორის არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ბატონი ივანიშვილი არის ფსბ-შნიკი და პუტინის მეგობარი. ხო, ეს ბატონმა გამყრელიძემ თქვა, მე კვალიტატივი ჯიზეც მოვისმინეს, თქვენ არგზეც ახლა უამრავმა ადამიანმა, მას რაღაც კონფერენცია ქონდა. ფიქრიამ თქვა, რომ ჩვენ მოგვიწევს პირდაპირ ამავდროულად. ჯერ ქალბატონმა ფიქრიამ თქვა, რომ მოგვიწევს. შემდეგ ბატონი დავითი გამოგზავნა და თუ ივანიშვილის ფული რუსეთში აქ ნაშოვიო და ეს ეჩსარიწოსო. მაშინო პუტინის და ფსბ-ს დახმარებით ის ფულს ვერ შევიდავ. ესეთი რამე არც ნუგზარ წუკლაურს, არც გოკა გაბაშვილს, არც პეტრე ცისკარიშვილს ჯერ არ უთქვია. არა, დღეს პედომუარეს რაღაცა. არა, ესე ნუ დღემდე არ უთქვია მაშინ. ეს თქვა ხო, კი ბატონო. არ უთქვია და ეს ჩემთვის ერთი რამის მანიშნებელია, რომ ადამიანებს უკვე ფეხში მიწა გამოეცალათ. და არიციან საერთოდ ეს ამ პარლამენტს აკარგა უკვე თავისი მნიშვნელოვნება. იცი, ადრეს დაკარგული ქონდა ჩემი აზრით, ეს არ იყო რა თქმა უნდა 100-თა ჭიდილის ადგილი და არ იყო პოლიტიკური დაპირისპირებების. ძველი კი იყო. აი ეხლა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ პარლამენტი საერთოდ უინტერესო გახდა. რამდენი ხანია პარლამენტზე არც არაფერი გაგვიკეთებია, არც გვიფიქრია, არც სიუჟეტი ყოფილა ესეც საინტერესო და ასე ბატონი ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ არა მარტო პარლამენტი გახდა უინტერესო, პრეზიდენტიც უინტერესო გახდა ჩვენი, მაღალი როგორც თქვენ ამბობთ. მაღალი და არა მარტო ის, ზოგადად უამრავი რამ უინტერესო გახდა, იმიტომ რომ ბუნებრივიც არის საზოგადოების ყურადღება არის მიმართული აბსოლუტურად სხვისკენ, სხვა მოვლენისკენ და ბუნებრივია ახლა პარლამენტს მით უმეტეს ამ მოწვევის პარლამენტს, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა თავის დროზე, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. პრობლემები არის დღესაც, მე ამას ვაღიარებ, ეხოთ იმის რომ პარლამენტის წევრი ვარ, ესეთი პრობლემები არსებობს, მაგრამ მე მიმაჩნია რომ მაინც ხელის აქნევა პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ ღირს. არც პოლიტიკის კეთების, არც პოლიტიკის შეკეთების ფუნქციაც კი აღარ აქვს. ამ აზრი აქვს საერთოდ ამ პარლამენტს არსებობს. აი, რამდენად უბრალოდ ასრულებს მართლაც კანონზე იღებენ კი. კონსტიტუციას სრულიან. ნუ ივანიშვილის სახელობის ორგანული კანონი გვაქვს უკვე. შეიძლება კოდექსი ვიხილოთ ცოტა ხანში. ანუ პრინციპში თქვენს მუშაობას, შენს მუშაობასაც არ აქვს აზრი. ნუ კაი, არ მიცემ ხმას, წინააღმდეგ მისცემ ხმას და ნუ აი ამით მთავრდება. არა, მასე მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი ახლა ესე თქვით კრიტიკას ვერ ვიქნები, მაგრამ ეს ფერი შეხედულებაა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრი, ჩემი სუბიექტური აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მე ერთგვარად ჩემი სინწრის ფიალა ბოლომდე უნდა შევსვა, როგორც ეს ხას. ჭიქარე და მაშინ წყალი, არა, ნუ ჭიქა და წყალი ასეა. ბოლომდე რა თქმა უნდა, ადეს ამოწურონდე. არა, ესეა და მე მაქვს ჩემი ფუნქცია მაქვს, ჩემი ერთგვარი ფუნქცია მაქვს, ჩემი ტვირთი მაქვს შეგდებული ბეჭებზე. ეს იმ საზოგადოების წინაშე, ეს არ არის ნამდვილად რაღაც აპარატული სიტყვები. იმ საზოგადოების წინაშე, ვისაც რაღაც მცირეოდენი იმედი აქვს იმისა, რომ გიორგი წაგარეიშვილი, სხვები საქართველოს პარლამენტში იტყვიან მართალ სიტყვას
და მათ შეეხიდებიან და ყოველ დღე მოდის მართლა უამრავი ადამიანი ჩემთანაც და ფრაქციის სხვა წევრებთან მე ვალდებული ვარ უბრალოდ ეს ჩემი ვალდებული მორალური ვალდებულება არის ამ ადამიანებს რაც შემიძლია რაღაცა ერთი შეუმსუბუქო რაც შემიძლია მე ვამბობ რა თქმა უნდა საკმაოდ რთულია მაგრამ არის რაღაც საკითხები მე აი ხა დღე-დღეზე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაწყდეს მე უბრალოდ არ მინდა დაკავშირებული ერთ-ერთ საკმაოდ ძიმე საკითხი რომელიც მე მგონი უნდა გადაწყდეს დადებითად რომლის გადაწყვეტაში მე ლომისვრელი მიმიწყვის ნამდვილად არ გინდა პირადად არ მინდა ხო იმიტომ რომ არ ჩაისალოს აი როცა გავალ ეთერი და შემიძლია თქვენ გითხრათ ხო გია მაგრამ ხელისუფლება ხო იცი რომ თვითონ მიიწერს გასაგებია რომ ის ადამიანები მიხვდებიან 26 მიწვალა ამისთვის იმიტომ რომ მე მათთან ასტუნგების ამბავი ხო არა მუდმივი ურთიერთობა მქონდა კეთო თქვენ მოგესალმებით 26 მაისის პირველი საპარლამენტო სხდომა და დღეს ჯავარიანმა კუდი უსწორა პრეზიდენტს შლიან როდის იქნება არჩევნები მე საერთოდ ვერ გავიგე რა უნდა ამ ადამიანს თუ რა მაინტერესებს ჩაგეკითხები რა აი მე ხო ვიყავი პარლამენტში მიშას ნაკლზე ხო გავაკეთე გადაცემა და იქ არიან ადამიანები პირები რომლებიც აი საერთოდ აზზე არ არიან სად არიან რა ან რა უნდა ნაკლი რო დროგონია ხო არა ეგ კიდე არ ყოფილა თურმე ცუდი კაცი და ანუ არ გამოდიან მიკრო არ დგებიან სიტყვას არ ამბობენ კანონ შემოქმედებაში მონაწილეობას არ იღებენ ესეთი ბალანსი ყოლა პარლამენტში იყო კაცო მაგრამ ეხლა გაცილებით მეტია მაგრამ ამ დეპუტატობა უნდა თან თავიანთ ბიზნესი უნდა თან თბილი ადგილი ან ვიღაცებთან საკუთარ თანასწორ ან იძულებით არიან დეპუტატების თანასწორლებთან თავს იწონებენ და ასე შემდეგ მაგრამ შეკითხვა სხვა არის ისინი აი რას ყველაზე კარგად მათ ემჩნევათ იმიტომ რომ ალალები არიან პოლიტიკაში მეტნაკლებად გამოუცდელები და თავიანთი დამოკიდებულებით საუბრით მიმიკით გამოხატავენ განწყობას რას ფიქრობენ ეხლა ქშლიით ბატონო მიხეილ ეხლა როდის გვიზავთ რამეს ესე ფიქრობენ თუ რა რუზრუზი არის თვითონ არიან ძალიან ჩემისას ძალიან დიდ გაურკვევლობაში მათი ნათელი მომავალი საფრთხის ქვეშ დადგა ნამდვილად ბატონ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ის ერთგვარი წყობა რომელიც ჩანდა და ეს ფაქტიურად დაალაგებული სიტუაცია რომლისკენაც მიუტოდა მიხეილ სააკაშვილი არის თავიდან ბოლომდე არეული ანუ კარტი აიჭრა ასე ვთქვათ ჟარგონზე და ეხლა არავინ არ იცის ბანკოს რომელ ქაღალდს ვინ ამოსწევს ანუ პრობლემებია რა თქმა უნდა პრობლემები აქვთ იმიტომ რომ შენთან დამოკიდებულება ხო არ შეიცვალა უფრო კეთილ განწყობილნი ხო არ ხო არ გეკითხებენ ან ხელკავს ხო არ გეკეთებენ და სადილზე არ ჩადიხართ მე ესეთი ურთიერთობა პარლამენტის წევრებთან ანუ თვითონ ხო არ დაატყვეს ნამდვილად არ მაქვს ერთმანეთს უმრავლესობის წევრებთან მე სიმართლე გითხრათ ზოგიერთი არა მე არ ვამბობ ცუდი თვალსაზრისით უბრალოდ შალვასი არ იყოს მე ძალიან ბევრი ადამიანს არ ვიცნობ აი ადამიანი ქუჩაში რო შევხვდეს მას შეიძლება სალამი ხო არ მიცე იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი დეპუტატს ხო დეპუტატს გულისხმობ ამ აქიდან ანუ დაახლოებით 50 ადამიანს შეიძლება უფრო მეც მე უბრალოდ სახეზე ვერ ვცნობ ეს არ არის ჩემი ბრალი ეს მათი ბრალია არ მოდიან სტომებზე არ მოდიან სტომებზე არ აქტიურობენ ხმას არ იღებენ არა და მათი უმრავლესობა მაჟორიტარია და დღეს სასაცილო ჟღერდა ის 10 პუნქტიანი რაღაც ბოდვითი გეგმა რომელიც გამოამზეურა ბატონმა ილაურმა თუმე ამ მაჟორიტარებმა უნდა გაიტანონ რეგიონებში და დაელაპარაკონ ხალხს მე აი სანაძლეოს ჩამოდივარ დღეს რო სტომათა დარბაზთან აი თქვენ მოსულიყავ და შენ მოსულიყავ და გეკითხა უბრალოდ რომ აი ეს 10 პუნქტიანი გეგმიდან ერთი პუნქტი მაინც მითხარი ერთი დარწმუნებული ვარ 80% მაჟორიტარების ამ პუნქტს ვერ გეტყოდა. ვერ გეტყოდა. უბრალოდ არ იციან ამ ადამიანებს. არ აინტერესებთ და თუ არ აინტერესებთ, მაშინ რა უნდათ იქ? უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე. სამწუხარო რეალობა არის. ეს მაგარი ექსპერიმენტია. მიხვდეთ და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის სახელი გითხარით თქო. შეიძლება ვერ თქვა, ხო? შეიძლება ვერ. არა, ეს სხვათა შორის არც იქნება. ცუდი ეს ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანო არ იცით რა არის, ძალიან ბევრი არის წევრმა არ უნდა იცოდეს სახელი და გვარი. ძალიან ბევრისთვის. ეგ უკეთესია ეგ. ჩალვა. და შემოძეთ პასუხი. ხო. ძალიან ბევრისთვის დეპუტატობა არის სასჯელი. მართლა? კი, სანქცია. ეს სასჯელი. აი ესე არა, სასჯელი. აი შენ დიდარი ხარ ძმაო, წადი საარჩევნო ოლქი იყიდე, თუ რომ გაკიდით ოჯახიანა. შენ იყავი ხო დეპუტატი? წა დეპუტატი იყავი. უამრავი პარტიის პუნქტი არ ხარჯავე. თავიანთი საქმე არა აქვს. ხა მაჟორიტარების მოხსნიან თავს. არა. კი, თქვენ დახარჯავთ თქვენი ბიზნესებიდან. დახარჯავთ ფულს რომ გახდეთ დეპუტატი. რაღაც შეღავათებს მე ბიზნესებს. ხო, ნუ რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია, აბა რა, ხა იქ მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე, რაღაც სეკრეტები ჩამოწერა, რაღაცას თვალის დახუჭვა. ოღონდ ეს არის ყველაფერი წარმავალი. მუდმივად ყავთ სამ ბიზნესში ამოყვანილი. როგორც კი ვინმეს ფეხი დაუწდება, იმ წამსვე მათი საქმეც, მათი ბიზნესიც
იმ წამსო დაიღუპება და დაესმება ამ ადამიანებს ბჭყალებში ფორამისა ბიზნეივონიშვილმა მათში როცა თქვა თავის განცხადებაში ხო რომ ჩვენ არ დავშით არავის ყველა ადამიანს აქვს შანსი იმისა რომ თქვა ამ შემთხვევაში ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ყოველ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ შემოძრეალდეს ანუ პარლამენტის ძალიან ადვილად იგრძნობა ხოლმე მაჯისცემა მით უმეტეს პარლამენტის შენობაში არაერთი დღე მიმუშავია იქ ანუ თვითონ აი ამ ადამიანებში აი ზუსტად ამ მაჟორიტარებში ვინც იძულებით არიან თქვა დეპუტატები ვინც პარლამენტის წევრობა უბრალოდ იმიტომ მოაწერა ხელი რომ ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას მის ფული ჭირდებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი ემუქრებოდათ ამ ადამიანების განწყობა როგორ იგრძნობა ან როგორია არის თუ არა შიგნით თქვა რაღაც მოძრაობები იმიტომ რომ ჩვენთან ან ჟურნალისტებში ვრცელდება ინფორმაციები თქვა იგივე ნაციონალური მოძრაობიდან რომ შეინიშნება ერთგვარი გადალაგება თუმცა ჯერჯერობით მაინც ახერხებენ ასე თქვა მერაბიშვილი ადეიშვილის რისხვის შიშით აი გადალაგებების რა გითხრათ მაგრამ ერთგვარად რაღაც სარედაქციო ჯგუფი რო ჩამოყალიბდა პარლამენტში რომელშიც რამდენიმე ლიდერი შედის ნაციონალურ მოძრაობის ეს ჩამოთვალოთ ნუ ბატონი ციკლაური გაბაშვილი ბატონი კუბლაშვილი ბატონი დარჩიაშვილი ქალბატონები ნაკლებად, რომლებიც ყოველი ივანიშვილის განცხადების შემდეგ სადღაც იკეტებიან ან ბატონი ციკლაურის კაბინეტში, ან ბატონი კუბლაშვილის კაბინეტში. კარები იკეტება და სანამდე თქვენ კოლეგებთან, იმიტომ რომ მე ციკლაურის წინ არის განთავსებული ჩვენი ფრაქციის სამუშაო ოთახები და მაგ ბედნიერება რომ დავტყვე ამ ხედით ერთგვარ და მე სიამოვნებს ნამდვილად. არ მალავ ამას, რომ ფიქრობენ რაზე როგორ გასცემ კითხვებზე პასუხი. რამე არ წამოსდეთ, რამე ისეთი არ თქვან გადაბრუნებული. რომ მივიდეს პრინციპში იცით რა პირველ ეტაპზე ივანიშვილის გამოჩენის პირველ დღეებში საერთოდ ფაქტიურად არავინ არ ჩანდა. საერთოდ ფაქტიურად არავინ არ ჩანდა. ინტერპრეტაციაც კი ეწერა თუ გახსოვს. და არავინ კომენტარს არ ეძლეოდა. ანუ არ იცოდნენ ჯერ პოზიცია პარტიის. ხო, ხა ნელ-ნელა უფრო ისე თამამად გამოდიან. მე იცით რა არის რომ გაქრნენ ვიფიქრე რაღაცაზე ფიქრობენ. ჭკვიანურზე და რაღაცას მიაბავენ ახლა და გამოვიდნენ და იმას რასაც აკეთებდნენ 2007 წლის 2 ნოემბრის მიტინგამდე და მას შემდეგ არჩევნებამდე საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2008 წლის 5 იანვრის იგივე ეს კეთება დაიწყეს ისევ შენ ხარ ფესბუქში ისევ რუსეთის მონა გაყიდული აგენტი და 1000 გვარი სისულელე ოღონდ იცით როგორ საუბრობენ აი დღეს ესეთი რაღაც შევამჩნია თქვენო კაცო აგენტები კი არა ხართო უბრალოდ თქვენ პოლიტიკურ კურსს ატარებთ რუსულსო. რუსეთუმეები ხართო. ეს კანონით აკრძალული კი არა ხართო, მაგრამ თქვენო აი რუსეთუმეები ხართო თორე. ეხა აგენტი იქამდე ვერ იქნებით, სანამდე არ დაგიჭერთ და შემდეგ ამ დილებში არ გიკრავთ თავსო. ხო, ნუ შემდეგ რაღაც ტრანსფორმირდება ხოლმე ეს, თათ ესეთი ხისტები. მიხალკოვის შვილის ქორწილში მიშას ვიზიტზე არ ფსარამობენ, კაი ხურდა ეგარო. ხურდა არის დღეს და ჩვენ ხურდა ეს გაუგზავნეთ ფრაქციის წევრებმა შეახსენეს სტუმართა დარბაზში რომ ეს ადამიანი და მე მაქვს ინფორმაციას რომ დაუპატიჟებლად მიეჯრა იმ ხალხს ქორწილში როგორც მას შეშჩვენის და ყოველ შემთხვევაში ჭორები დადეს და რა ვიცი ხა იქ გასახსნელი არაფერი არ იყო ლენტი გასაჭრელი არ იყო თუ დაუპატიჟებლად მივიდა რატომ მივიდა დაუპატიჟებლად კაცმა არ იცის მაგრამ ნუ თქვათ იგულისხმოთ რომ დაპატიჟეს მე რამდენიმე განცხადება მახსოვს მიხალკოვის საკმაოდ მწვავე კი გას საქართველოს პირადად სააკაშვილის მისამართით აი რა ვიცი ძალიან ისეთ შეურაცხყოფელ ეპითეტებს იყენებდა ეს რეჟისორი საკმაოდ ცნობილი რუსეთში და არა მარტო რუსეთში ვიცი ხა ამ ადამიანს რო ტუჩზე კოცნით ხვდები რამ გაგაკვირვა მაშინ აი მაინტერესებს თუ სააკაშვილისთვის შეიძლება ამბორი რუსული ხელისა რატო არ შეიძლება რომ ხომერგთან ჩავიდეს ისა ეს ჩემთვის მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ ნამდვილად მე მინდა პირდაპირ მნიშვნელობით გაიგოთ ეს არის ორმაგი სტანდარტი რომ აი ჩემთვის შეიძლება შენთვის არ შეიძლება თუ შენ გინდა ეს ჩემი გავლით უნდა დაუკავშირდე ვიღაცას თუ ამას შენ გაბედავ და გააკეთებ აი შენ ხარ ქვეყნის მოღალატე ეს იგივე ტრიალი იგივე წრეზე და მე ესე ვფიქრობ საზოგადოებაში ხარ მეც დავდივარ თქვენს დადიხართ აკვირდებით ამოვლენებს ეს არ მუშაობს უბრალოდ აღარ მუშაობს ტრის ხატის შექმნა ხო გაცვდა რაღაც იმიტომ რაღაცა მეოთხე გზა უნდა იყო ერთი სინჯეს მეორე სინჯეს მესამე სინჯეს დარბევების სინჯეს დაპატიმრებების სინჯეს რუსეთუმეობის სინჯეს არ ვიცი რა უნდა მოიფიქრონ ნუ ცოტა რომ გაყო ხელისუფლება რატო ეშინიათ მაგის აი რომ მიუშვა ეს ხალხი ცოტა რომ ჭანჭიკები მოადუნა ანუ კონტროლი რატო იცი იმიტომ რომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე იყო პრაღის გაზაფხული იყო ეგრეთ წოდებული ესენი არიან მაქსიმალისტები
ესენი მინიმალისტები არიან. სტალინზე თქვენ ორივე არც ერთი არ აღნიშნავთ იმას, რომ ამათ ხელისუფლება აბსოლუტურად დამყარებულია შიშზე და ანუ სწორედ იქ ცოტა მოშვება შალვა არ არსებობს. როგორც კი ვეთანხმები თავდაბოლომდე, როგორც კი ცოტა ჭანჭიქს მოუშვებ. იქ ბოლომდე მოგაშვებინებენ. ნებისმიერ შემთხვევაში. და მე კი არ მიმიშვებენ იმის მოსაშვებად. შენი ხალხი მოგიტრიალდება. შენი ხალხი მოგიტრიალდება, ის გაგლიჯავს შუაზე. შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობა. არ არის გამოსავალი მაშინ. არა, გამოსავალი მათთვის ნამდვილად არ არის. არა, უნდა მოუშვა ეგრე არ შეიძლება. ისინი ყველა შემთხვევაში წამგებიან სიტუაციაში არიან. ყველა შემთხვევაში. აი ხშირად ამბობენ, რომ ადამიანელი არჩევნები, რაღაც 26 მაისი შენახსენე და ამასთან დაკავშირებით საერთოდ ვერ გავიგე რა უნდა. მაჭავარიმა გააკეთა. თუ KP უნდა და დროს ტარება, რა საჭიროა მუდმივად იმაზე საუბარი, თანაც 7 ნოემბერს ხო კარგი დამთხოვა ისაუბრო 7 ნოემბერს, როცა შეხალხი დახოცე ფაქტურად, რომ 26 მაისს ორი საჭამო. წადი ძმაო KP-ვისთანაც ერთად გინდა. მე რას მიმერეკები? მე არა ვარ ბოშათა ბანაკის წევრი. მე ვარ პარლამენტის წევრი. ვისაც უნდა რომ ბოშად გადაიქცეს და იხეტიალოს თბილისიდან ქუთაისში, კი ბატონო გზამშვიდობისა მიბძანდნენ IKP. თურაშულს ქონდა კარგი იდეა, რომ სადღაც ეცებში გამოუცხარე, ნეშოში გამოუცხარე ჭადებიც მიირთვან, ნიორ წყალს ჩაწყობილი წიწილებიც მიირთვა, ღმერთმა შეარგოთ. მაგრამ ეს არა ქვეყნის ხარჯზე. მე დღეს ყური მოვკარე იქ საუბრობენ უმრავლესობის წევრები, რომ ჩვენო იქო შესაბამისი რა ქვია თავსაბურავს თუ რა ქუდი კასკა თუ სამშენებლო ემაზე. ხო, იმითი უნდა ისო დავიხუროთო. არ ჩამოვარდეს. რამე არ მოხდეს თავში. არა, ისა ხუთაში აშენებულ პარლამენტში კაი ხას მოგიწევთ კასკები ჯდა. მე გამიგეხა ბაიკალამურის მაგისტრალი ბავშვობაში აშენებდნენ და რა ვიცი იქ რაღაცა ბელამურ კანალს აშენებდა ეს კაცი სტალინი და მე პეტრე პირველმა ძვლებზე აშენა პეტერბურგი მესმის და ჩინეთის დიდ კედელს აშენებდა ნახევარი ჩინეთი და გაწყდა 40 თაობა, მაგრამ ხო არ შეიძლება პარლამენტი ისე ააშენო თბილისის აეროპორტის არ იყოს, რომ მე ანსახურავი მოძროს ან ხალხი გაუბედურდეს იმ ფანჯრები ჩანს აი ტრაგიკური რეალობა ქუთაისის და იმერეთის. აი იმ ფანჯრებიდან პირდაპირ შალვა. იმ ფანჯრების წინ არის ავტოკარხის დასახლება, სადაც გაუბედურებული ხალხი, უზომოდ გაჭირვებული ხალხი ცხოვრობს, ფაქტობრივად მთელი სახლები დაცლილია. ნახევარი ქუთაისი დაქცეულია პროფესორ იტალიაში და დავასაქმოთო. კრიფავს ზეთისხილს. გეტყვის გია მიშა რომ ეგ ადამიანები უნდა დავასაქმოთ ზუსტადაც დავასაქმოთ. რითი დამლაგებლებად უნდა ავიყონოთ ქუთაისის პარლამენტი რომ დაალაგოს. ეს არის ამ ხალხის ხვედრი? ეს არის ამ ხალხის ხვედრი? 150 მილიონს ამაში რომ მიათხრეშა უკაცრავად. მიზნობრივ პროექტებში დაეხარჯათ ქუთაისში. წყალგაყვანილობა არ არსებობს. ქუთაისში არის უდიდესი პრობლემა ნაგავსაყრელის. რიონი ჩაედინება პირდაპირ ნაგავსაყრელზე. პირდაპირ ჩაედინება, დიდდება რიონი და მიყავს დახოცილი პირუტყვი, დახოცილი ძაღლები, აყროლებული სასურსათოც გადაყრილი პროდუქტი. იწამლება მთელი კოლხეთის დაბლობი. ქვემოთ მთელი ხონი, სამტრედია, გაყოლება სენაკი, ფოთი, შავი ზღვა. ამას რო აკეთებდა, ამ აშენებ, ამ თვალს უბნელებ, ვის უბნელებ თვალს? წერს თუ მოყვარეს, აი არა, მაინტერესებს რა. და ვის ფულს ხარჯავს ეს კაცი? ვის ფულს? ნუ სააკაშვილი ვის ფულს ხარჯავს? თქვენ გინდათ ჩემი ფული უნდა გავიგოთ ქართველი ხალხი. ეს პარლამენტი მე თქვენ მე ვერ გავიგე. ეს პარლამენტი საქართველოს პარლამენტი არის. ეხლა არ არის. კაი, ნუ აღელდი. არა აღელდი, მაგრამ ეს თუ არ არის, მომავალში უნდა იყოს. ხო და აბა ეხლა თუ საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს, მაშინ კითხე ამ ხალხს ეს სარეფერენდუმოდ გამოიტანა. რაო? თავრობის წევრები რო ჩამოვლენენ. ხო, სხვადასხვა ის უფრო მალე უნდა აშენდეს. ის უფრო მალე უნდა აშენდეს. არა, მე ვნახე კონტროლის პალატაში. იუსტიციის სახლი არ იყო ცუდი და ის წინ დანაშენებული და უკან არ არის? უკან არ არის? რომელიც რაიონშია ეგეთი და არ მოხსნა. ხო, ეგ არ ვიცი მაგრამ. წინ დანაშენებული და უკან კარკასი. წინ შუშებია, ხო? არ ვიცი. ეს არის საკმაოდ თანაც მე რას უსვავ ხას მეორეჯერ გაიმეორა შალვა ეს 26 მაისის თემა. ორჯერ თქვა კი. ხო და აი შემდეგ იქ დარჩებით. რაცო შეკაიდეთ მომიშვილო მაშინ რა შეომაჩეჩე ეს პროექტი ამ მე მონაწილეობა არ მომიღე არც იმის შემუშავებაში არც იმის კენჭისყრაში, მაგრამ ხომ მიიღე და ჩაწერე რომ მომავალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მხოლოდ გაიმართება ქუთაისში. მაშინ განუმარტე ამ ხალხს რა გინდა კაცო? არა, თომას არ ვატარებ. ნაციონალური მეტროობის წესდება არის ეს. არა, მაჭავარიანმა ხო თქვა რომ ეს არის ახალი პარლამენტის შენობის პირველი სხდომა მაჭავარიანმა დღეს გააკეთა. ანუ კი არ იქ სხდომა კი არ იქნება, დაждდებიან და დაშ დაუკრავენ შენები. კომიკური რა არის, ცით თანაც, ცით კომიკური რა არის. ეს ადამიანი რაღაცას იტყვის.
და შემდეგ ეს მისი კოლეგები განაპარტიებები ხო ამას ახლა აშალაშინებენ, ალამაზებენ რომ აი სხვა ჩვენს 45 და 60 წლამდე შრომელებს რომ საშემოსავლო გადასახადი უმცირდება. ნუ ეს სტერობაა მართალია. ხო, მაგრამ მე უკვე 3 თვითო, მე ყველას არა. ესეთი რამდენი დასაქმების პროგრამა გახსოვთ, ხო? ტელეავტობუსით რომ ხალხს მიიყვანდნენ და დაუძახებდნენ ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენის და იქ და ამბავი იყო კომპიუტერის და 50 დღიანი პროგრამა გახსოვთ, ხო? 50 თვიანის გახსოვთ. მერე ნუ საქართველოს სიღარიბის გარეშე. მერე ეს ქვეყანა დაშალეს ფაქტიურად, დაშალეს, დაანაწილეს, მერე დაარქვეს ერთიანი საქართველოს სიღარიბის გარეშე. ისმით? საქმე ლაპარაკის და მილიონი სამუშაო ადგილი და მილიონი სამუშაო ადგილი შევანაძე. ნუ მათი გამზდელის ეს ამ ტალღაზე მეოყვებიან და არ ქმევენ ამ სახელებს და არ ქმევენ და ეხლა 10 პუნქტიანი გეგმა. კია, უმართლებს და უმართლებთ. ხთა ბიზნესმაურია მათი 10 პუნქტიანი გეგმა. გარღვევა საერთოდ, ნუ რა პუნქტები. კია, პასუხი არ გამეცი, უმართლებთ და უმართლებთ. რაში უმართლებთ? აი ამ თავის რაღაცა საქმე ლაპარაკის ნაცვლად ერთიანი. ერთიანი. ნაციონალურ მოძრაობას უმართლებს და მაგას შეუბედურებია. მე ვფიქრობ რომ მათ უკვე აღარ ბიზნესმაურია, აურია ცოტა გეგმა, მაგრამ გასული წლები ვარიანად აურია. ნუ აღიაროთ თქვა ვარიანად აურია. არა რა არის, იცით ახლა გასული წლები რას ნიშნავს უმართლებთ? თქვენ უმართლებთ. თქვენ გინდათ ოპოზიციას თქვენ უგონიათ რომ ამ ადამიანებს უნიათობას დააბრალეთ, გინდა საზოგადოების პასუხი. თქვენ როგორც გინდათ დააბრალეთ. არ ვაბრალებ ამ შემთხვევაში. ეს თქვენი უფლებაა დააბრალეთ ოპოზიციის უნიათობას, იმას რომ პარლამენტი არ ვარგა, რომ პარლამენტში არ ღირს მუშაობა, ასე შემდეგ. ნუ თავზე ნაცაროდ დავიყაროთ, ნუ ვაფშე წავიდეთ საერთოდ. მაგრამ მე ერთ რამეს არა, ნუ დაახლოებით ესე თქვი, მაგრამ იცი რა მინდა გითხრა, მე აი თქვენს მინდა დაგარწმუნოთ ამაში და თქვენი მაყურებელიც გამორიცხულია ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი აერიდოს პასუხისგებლობას. გამორიცხულია. უბრალოდ წარმოუდგენელია. ესე ეგონა კუჩმასაც ღონღაძესთან დაკავშირებით. რომ 12 წლის უკან კაც თავი მოაჭრეს, თავი ჩამარხეს სხვაგან, ტანი ჩამარხეს სხვაგან და ნუ ამას ვერ გაიგებდა, დაიბანეს ხელები. დიახ, დაიბანეს ხელები და იფიქრეს ერთ ადამიანზე იყო, თუმცა ნებისმიერი ადამიანი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საფრთხის ქვეშ დაყენებული. აი მე როგორ გითხრათ, მე არ მიღირს არაფრად. არც თანამდებობა, არც მდგომარეობა, არც სოციალური სტატუსი, არც პოლიტიკური, არაფრად, ნამდვილად გეუბნებით. და ამ ადამიანებმა ყველაფერს გადააბიჭეს, ხვდებით? გადალახეს ყველა ბარიერი. პირად ურთიერთობაში, პოლიტიკურ ურთიერთობაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ჩვენი შვილების, დედების, ძმების, მეგობრების სიცოცხლეც, ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენეს. ამოიღლიავეს ეს ქვეყანა, მოსპეს მისი კონსტიტუცია. იავარქნეს თელი სისტემა პოლიტიკური. იქნება ეს ჩვენი სისუსტის ბრალია საზოგადოების. როგორც გინდათ იმას ჩავაბარდოთ მამაღალ სიტყვაში. საზოგადოების სისუსტის ბრალია. რა თქმა უნდა, საზოგადოების სისუსტის ბრალია. და გამოიჩენს ამ სიძველიერეს, თქვა ბიზნესმენის შემთხვევაში? უნდა გამოიჩინოს. რომ ვერ გამოიჩინოს. ნუ ვერ გამოიჩინოს და მაშინ დავლიოთ ჩაილურის წყალი მართლა და მე კი არა ვარ ჯვარი კი არა მაქვს პარლამენტზე დაწერილი კაცო და იქნება ესე. ესე იქნება. მაშინ გაუთავებლად ესე იქნება შენ წასვლა. ესე იქნება ქუთაისში ვინ წავა და ვინ საწამოა. ამას გადაწყვეტს ხალხი ნამდვილად. ანარჩენობის ან სხვა გზით ნაციონალური მოძრაობა რომ წავიდეს ხელისუფლებიდან. ქუთაისში მაინც ხომ უნდა გადავიდეს პარლამენტი შენი აზრით? მე ვფიქრობ რომ ქუთაისში საქართველოს პარლამენტი არ უნდა მდებარეობდეს. ეს არის ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის მოსაზრება. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად შეგნებულად გაკეთებული ჩემო ძვირფასო. პოლიტიკური ცენტრი გაარიდონ გუსტავოს გაარიდონ თბილის თვითონ რატომ არ გადადის? აი გადავიდეს თვითონ. ბათუმში იცით იქ რამხელა რამდენი ადგილებია? აი წყალტუბოში, წინვალე რაიონია. იმერეთი გადასარევი მხარეა. იმერელი ვარ მე, დედითაც და მამითაც. სამტრედიასაც არ აუშავ. სამტრედიას წინველია. ხონიც, ბაღდათიც, ვანიც, ჭიათურაც გიждები იმერეთზე. თვითონ რატომ არ მიდის? თვითონ რჩება საქართველოს დედაქალაქში? ამბობსო თბილის დედაქალაქიაო. უბრალოდ თქვენ დედაქალაქის ნაწილი ვეღარ ახართო. რაღაც არ მომეწონეთო. თქვენი ფეხის მოძრაობა და წყობრი აღარ არისო. ეხლა დაეწყვეთო ესეო და მიბრძანდით ლიხს იქეთ. და მე ლიხს აქეთ დავრჩები. მე აქ ვიქნები, თქვენ იქ იყავით. და თქვენ ზოგჯერ თქვენს როგორი პროაქტიულები ხართ, რომ არ გინდათ არც ერთი ცხელი ნიუსი არ გამოტოვოთ. ზოგჯერ თქვენ ჟურნალისტსაც ვეძებთ, მაესტროს ჟურნალისტს პარლამენტში და ხშირად ვერ პოულობ, იმიტომ რომ
უბრალოდ ხელი არ მიგიწვდებათ ყველაფერზე. აი ამიხსენით ჟურნალისტები ხართ, ხო? თუ თქვენ მოგწყვიტათ ხელისუფლება საპარლამენტო ხო, ნუ ეხა ქუთაისის ეს ყველაფერი არის. ეს მგონია ერთი ბიურო. ხო, ნუ ქუთაისის ბიურო. ან იქნება ან არა კიდევ ესეც საკითხავია შალვა. ან ვის აქვს მაგის ფუფუნება რომ იქ ბიურო გახსნას, ან ვინ მე როგორ უნდა გადმოაგოროს, მე იქ სადღაც სინათლე ჩაქრება, მე იქ რაღაც აგერ ქრება უკვე. სინათლე აგერ ჩაქრება. ისე რომ ეს არის ძალიან ცუდი, მინდა გითხრათ რა. ძალიან ცუდი. თუ ეს მოხდა, დავასრულებ კითხვას პასუხს. და თუ ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და მე ამაში დარწმუნებული ვარ. თქვენ ვინ? დიახ. ივანიშვილი და მისი პოლიტიკური პარტია. ლიანასანია და მისი პოლიტიკური პარტია თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები. ესეთი ჯერ სურათია, ხო? ნახოთ, მომავალ შეიძლება ეს ყველაფერი გაბევრდეს, ან უფრო აზვირთდეს. ხო? თუ ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში, ეს თქვენი გადასაწყვეტია საზოგადოების პირველ რიგში. პარლამენტი რა თქმა უნდა თბილისში დაბრუნდება. და იმ შენობას ის არის მრავალფუნქციური შენობა. მინდა გითხრათ, საკონცერტო ხალხი გაუბედურებულია თავიდან აშენება დაჭირდება. ბაგა, ბაღი, სკოლა, სააქტო დარბაზი, საგამოფენო დარბაზი, ინვალიდებისთვის დარბაზი, უნარშეზღუდული საზოგადოებისთვის დარბაზი ბატონო, საგამოფენო დარბაზი, ხატრებისთვის, პოეტებისთვის, ცელკი ბავშვებისთვის, უამრავი ადამიანისთვის, აბეზარი ბავშვებისთვის, ონავარა ბავშვებისთვის. კი ბატონო, როგორც გინდათ ისე დავარქვათ ამ ბავშვებს. ეს არის მრავალფუნქციური შენობა. ხო, არის ონავარი ბავშვები. აქ ონავრობას მე ვერ ვაწყობ ამ ბავშვებს საკუთარია. ხო, ისე რომ მინდა გითხრათ, არაფერი არ დაიკარგება. ხალხს დაუბრუნდება თავისი ქონება. დიდი მადლობა დიდი მადლობა ვიფასტელი მაყურებელო მე გესწოდებით სტუდიაში. ხალხს 19-ზე და ნოტუზე მე და რა თქმა უნდა კლავ გელი. ნახვამდის ხვალამდე გევშვიდობებით კარგად.